წარმოიდგინეთ სახლი გაქვთ, რომელსაც ულპება საძირკველი. და ანუ შესაბამისად საძირკველი დალპება, სახლი ჩამოინგრევა, ხო? და გაქვთ საშუალება, გაქვთ ეს არმატურას რო ეძახიან, რკინა, გაქვთ ცემენტი და გაქვთ საშუალება რომ გაამაგროთ ეს საძირკველი. მაგრამ თქვენ მოგივათ გენიალური იდეა, რომ კომერციულად ლამაზი გამოჩნდება თუ აივანს მოაშენებთ კიდე რა და ადგებით და ამ საძირკველი პობის სახლს იმის მაგივრად საძირკველი გაუმაგროთ, მოაშენებთ აივანს. ეხლა თქვენ დავფიქრდეთ ეხლა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება? ანუ ჭირდება ეხლა ამ სახლს აივანი თუ საძირკველის გამაგრება? ყველა რა თქმა უნდა ეხლა იტყვის, რომ საძირკველი უნდა გამაგრდეს და მოდი გადმოვიტანოთ ეხლა ეს მაგალითი ჩვენს ქვეყანაზე. 2 წლის მანძილზე გვაქვს უარყოფითი სალდო შობადობაზე. ანუ დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს და ხალხი გვაკლდება. ანუ ვიკლებთ მოსახლეობაში. და გაჩნდა იდეალური აზრი ჭყალებში, რომ 2 ქალაქი დავამატოთ, მოდი რა. ანუ ხალხი გვაკლდება და 2 ქალაქის დამატება გვჭირდება. რა დონეზე არალოგიკურია ხალხო? თუ კი ჩვენ დემოგრაფიულად კვდებით და ცოტავდებით, ახალ სახლებს ვისთვის ვაშვენებთ? ვიღაც რო გეტყვის რომ ქართველებსაც აქვს ფული და იყიდიან, კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო, ხალხი ცოტავდება და ახალ სახლებს ვისთვის ვაშენებთ? კითხვას გაეცით პასუხი.